ეს ადამიანი შეგუებულია უკვე ამ მდგომარეობას. ის აღარ ითხოვს კურნებას, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვს, ეხლა ის სხვა სამსახურს ვერ იშოვიდა, ეხლა დღევანდელ დღესავით წერა-კითხვა რო იციან ბრმებმა რაღაცა თითის გაყოლებით ესეთი რამ მაშინ არ არსებობდა, მოგეხსენებოდა ერთადერთი გზა, რომ ამ ადამიანს თავი ერჩინა, იყო ის, რომ უნდა დამჯდარიყო ქუჩაში და გამომლის მოწყალების იმედად უნდა ყოფილიყო. სხვანაირად ის უნარო იყო, ვერსად ვერაფერს ვერ დაავალებდი და ვერ გააკეთებინა, არ ქონდა კაცთვალები. მაგრამ თვითონ არის ამას შეგუებული. და ეხლა თუ გადმოვიტანთ ამას ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე, აბა დაფიქრდით, რამდენ რამეს არის ხშირად ადამიანი შეგუებული, ისე რომ აღარც კი ითხოვს კურნებას. გიფიქრიათ ამაზე, აი საკუთარ თავზე დაფიქრდით. როგორ არის შეგუებული და საზოგადოებაც სწორედ ასე არის შეგუებული შენს ამ რაღაცა პრობლემას და შეიძლება გეუბნება კიდეც, რომ ნუ ეხლა ასეთი ხარ რა, ასეთი დაიბადე. და ტყუილია ეს, არ უნდა დაიჯეროთ ეს ამბავი. არასდროს არ უნდა შეეგუოთ ამას. ყოველთვის თხოვნის განცდა უნდა გქონდეთ, რომ ღმერთისგან უნდა ითხოვოთ, რომ კურნება მოგცეთ, იმიტომ რომ უამრავი მავნეთვისება შეიძლება აღმოვაჩინოთ ჩემში, რომელსაც შეგუებული ვარ და საერთოდ ბრძოლას არ ვაცხადებ მის წინააღმდეგ. მაგალითად შეგუებული შეიძლება ვიყო აი ურცხ ბილდ სიტყვაობას და არანაირად არ ვებრძოდე ამას. შეგუებული შეიძლება ვიყო ტყუილებს, რომელსაც მჭირდება თუ არ მჭირდება მარჯვნივ და მარცხნივ ვისროდე. შეგუებული შეიძლება ვიყო განკითხვის სულს და განვიკითხავდე გამლელსა თუ გამომლელს, ვიცნობ თუ არ ვიცნობ, ნებისმიერ სიტუაციაში. შეგუებული შეიძლება ვიყო ისეთ მავნე ჩვევებს, რომელიც არა მარტო შინაგანად, არამედ გარეგნულადაც აზიანებს ადამიანს. მრუშობდეს, ოჯახს ღალატობდეს ადამიანი. ლოთობდეს ან რაღაცა ნარკოტიკულ საშუალებებთან კონდეს რაღაცა დამოკიდებულება ან რაღაცა მავნე ჩვევა და ამაზე არის შეგუებული და ამის საწინააღმდეგოდ არაფერს არ აკეთებს ისევე როგორც ეს ბრმა ზის შეგუებული თავის სიბრმავეზე სწორედ ესეა ეს ადამიანის და თავის თავს თulis რომ დაბადებიდან ასეთია და არაფერი არ ეშველება ეხა და რატომ უნდა იშრომოს ზედმეტად იმიტომ რომ არაფერი არ ეშველება და ეს გახლავთ სწორედ დანაშაული. აი აქამდე არ უნდა დაეშვას ადამიანი არავითარ შემთხვევაში. მას უნდა გქონდეს ყოველთვის ბრძოლის უნარიანობა და ყოველთვის უნდა ებრძოდეს ამ მავნე ჩვევას, რომელსაც აღმოაჩენს საკუთარ თავში.